როცა სახლი გაქვს, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მისი უსაფრთხოება უნდა იყოს. აუცილებელია რომ კარები კარგად იყოს ჩაკეტილი, რათა შიგნით მყოფები უსაფრთხოდ იყვნენ. მაგრამ იცი თუ არა რომ სოფლიოში არსებობს სახლები, რომლებიც განსაკუთრებულად დაცულია? რადგან ისინი მხოლოდ მაღალი კედლებითა და მცველებით არ არის გარშემორტყმული. ამის გარდა მათ საკუთარი პოლიციის ძალები, სამხედრო ბუნკერი და საკუთარი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სისტემა აქვთ. და რაც უფრო საინტერესოა, ეს სახლები თავდაცვისთვისაც არის განკუთვნილი, რათა ბირთვული თავდასხმის შემთხვევაშიც კი გადარჩნენ. მაგრამ კითხვა ისმის, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ? და რატომ სჭირდებათ მათ ასეთი სახის უსაფრთხოება? ამ ვიდეოში გავიგებთ 5 ყველაზე დაცულ და მკაცრად კონტროლირებად კერძო საკუთრებას მთელ მსოფლიოში. მაგრამ სანამ დავითხრათ განხილვას, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ძალიან დიდი დახმარებაა ჩვენთვის, როგორც კონტენტ კრეატორებისთვის. ასე რომ დავიწყოთ. ნომერი 5, Indian Creek Island, შეერთებული შტატები. ეს არის Indian Creek Island, მაიამიში, ფლორიდაში, რომელიც უფრო ცნობილია როგორც მილიარდერების ბუნკერი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური და ყველაზე დაცული საცხოვრებელი საზოგადოება მთელ შეერთებულ შტატებში. ის მდებარეობს ბისკეინის ყურეში, დაახლოებით 4 მილი მაიამის ცენტრიდან. მისი ფართობი თითქმის 300 აკრს შეადგენს, მაგრამ მხოლოდ 91 საცხოვრებელი ნაკვეთია. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ქონება ძალიან დიდია და აქ ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. აქ არის ასევე კერძო გოლფის მოედანი და კანტრი კლუბი, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ მაცხოვრებლებისა და მათი სტუმრებისთვისაა განკუთვნილი. კუნძულის მთავარი თავდაცვად მისი მდებარეობაა. ის წყლით არის გარშემორტყმული და მხოლოდ ერთი ხიდი აკავშირებს მას მატერიკთან. ასე რომ თუ აქ შესვლა გინდა, სხვა გზა არ გაქვს. ყველა მანქანა, რომელიც ხიდზე გადადის, ჯერ უსაფრთხოების შემოწმებას გადის, ხოლო სტუმრებს მხოლოდ მაშინ უშვებენ, თუ მაცხოვრებელი მათ დამტკიცებას მისცემს. მაგრამ კუნძულს მხოლოდ კარიბჭე არ იცავს. მას საკუთარი პოლიციის განყოფილება აქვს. ეს ძალიან იშვიათია ისეთი საზოგადოებისათვის, სადაც მხოლოდ 41 სახლი დგას. პოლიციელები პატრულირებენ მანქანებით, ფეხით დადიან კუნძულზე და ასევე იყენებენ საპატრულო ნავებს სანაპიროს დასაცავად. გარდა ამისა, კუნძულის გარშემო მუდმივად მუშაობს სათვალთვალო კამერები და სხვა უსაფრთხოების სისტემები. ამიტომ Indian Creek-თან მიახლოება ძალიან რთულია, ისე რომ მაშინვე არ შეგამჩნიონ. გასაკვირი არ არის, რატომ არის უსაფრთხოება ასეთი მაღალი. აქ მსოფლიოს რამდენიმე უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს. ცნობილი მფლობელებიდან აქ არიან ჯეფ ბეზოსი, ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი, კარლ აიკანი და გავრცელებული ინფორმაციით ტომ ბრედიმაც იყიდა აქ მიწა. ამიტომ მედიამ ამ ადგილს მილიარდელთა ბუნკერს უწოდა. მაგრამ Indian Creek-ის განსაკუთრებულობის ნამდვილი მიზეზი მხოლოდ მილიარდერების სიმრავლე არ არის. მისი დაცვის მეთოდიც განსხვავებულია. უმეტესობა დახურულ უბნებისა ეყრდნობა მაღალ კედლებსა და რამდენიმე მცველს. Indian Creek-ში თავად კუნძული წარმოადგენს პირველ თავდაცვას. ხმელეთზე მხოლოდ ერთი ხიდის დაცვაა საჭირო. მაშინ როცა გარშემო ზღვა მუდმივად კონტროლდება საზღვაო პატრულისა და სათვალთვალო სისტემების მიერ, ამ კომბინაციის გამო ძალზე რთულია შესვლა ისე, რომ ხელისუფლებამ არ გაიგოს. და მიუხედავად იმისა, რომ მაიამის ხალხმრავალი ქალაქიდან მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზეა, Indian Creek-ის შიგნით სრულიად განსხვავებული სამყაროა. ქუჩები მშვიდია, სახლები ცოტაა და თითოეული შემსვლელი და გამსვლელი მკაცრად კონტროლდება. მარტივად რო ვთქვა, აქ მცხოვრებლები მხოლოდ სახს არყიდულობენ. ისინი ფულს იხდიან იმაში, რაც მათთვის უფრო მნიშვნელოვანია. ყველაზე მაღალი დონის კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე, რაც იშვიათად გვხდება თუნდაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადგილებში. ნომერი 4. ლაქშმი მიტალის სასახლე, გაერთიანებული სამეფო. რა სიტყოდით თუ თქვენი სახლი აღარ იქნება გარშემორტყმული მაღალი კედლებით ან საკუთარი მცველების არმიით. მაგრამ ეს მაინც ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახლი ლონდონშია. ასეთია მილიარდერ ლაქშმი მიტალის სასახლის უჩვეულო მდგომარეობა. ის მდებარეობს კენსინგტონის სასახლის ბაღებში მოკლე, მაგრამ ძალიან ექსკლუზიურ ქუჩაზე დასავლეთ ლონდონში. მხოლოდ 9 მილის მანძილზე აქ ნახავთ გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ძვილად ღირებულ და ლამაზ სახლებს. აქვე მდებარეობს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და ელჩების ოფიციალური რეზიდენციები, მაგრამ მიზეზი, რატომაც ამ ადგილას უსაფრთხოება ასე მკაცრად კონტროლდება, მილიარდერები კი არ არიან. ეს საელჩოების გამო. მათ შორის საელჩოები, რომლებიც იმ ქვეყნების ეკუთვნის, რომლებსაც ბრიტანეთის მთავრობა მაღალი უსაფრთხოების რისკის მქონედ მიიჩნევს. ამიტომ ქუჩის ორივე ბოლოში მუდმივად მორიგეობენ შეიარაღებული მეტროპოლიტენის პოლიციის დიპლომატიური დაცვის ჯგუფის ოფიცრები. მანამდე მანქანები უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტებში გადიან. ასევე აკვირდებიან ფეხით მოსიარულეებსაც. მთელი ქუჩა დაფარულია ვიდეოკამერებით, რომლებსაც თითქმის არ აქვთ ბრმა წერტილები. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თითქოს დიპლომატიურ ზონაში შედიხარ და არა ჩვეულებრივ საცხოვრებელ ქუჩაზე.
აქ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცხოვრებია ლაქშმი მიტალი, ინდოეთში დაბადებული ფოლადის მილიარდერი და გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. 2004 წელს მან კენსინგტონის სასახლის ბაღებში ერთი სასახლე შეიძინა, დაახლოებით 47 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. სახლი ადრე როჩილდების ოჯახს ეკუთვნოდა, მოგვიანებით კი ბერნი ეკლსტოუნს, რომელიც ფორმულა 1-ის ყოფილი ხელმძღვანელია. მისი სიდიდისა და პუპუნების გამო ბრიტანულმა მედიამ მას ტაჯ მიტალი უწოდა. მას აქვს 12 საძინებელი დახურული საცურაო აუზი. ფურკული აბანო და მარმარილოები, რომლებიც იმავე კარიერიდან არის ჩამოტანილი, საიდანაც ტაჯ მაჰალისთვის მოპოვებული მარმარილოა ინდოეთში. ასევე აქვს ავტოფარეხი, რომელიც დაახლოებით 20 მანქანას იტევს. რამდენიმე წლის შემდეგ მიტალმა კიდევ ერთი იყიდა სასახლე იმავე ქუჩაზე, როგორც საჩუქარი თავისი შვილისთვის. მაგრამ ნამდვილი მიზეზი, რატომაც მისი სახლი ასე დაცულია, არ არის ძვირადღირებული კარები ან თანამედროვე სიგნალიზაციის სისტემა. უსაფრთხოება იწყება პირდაპირ ქუჩიდანვე. კენსინგტონის სასახლის ბაღებში უსაფრთხოების ბარიერები, შეიარაღებული პოლიცია და მუდმივი მეთვალყურეობა მოქმედებს, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა უზრუნველყოფს საელჩოების დასაცავად. რადგან იქ ასევე ცხოვრობენ კერძო მცხოვრებლები, ისინი ავტომატურად იღებენ იგივე დაცვის დონეს. მოკლედ ვთქვათ, ლაქშმი მიტალს არ სჭირდება საკუთარი პატარა ციხის აშენება, მთელი ქუჩა თავად წარმოადგენს მისი სახლის დაცვას. ამ ადგილს ასევე აქვს ფერადი ისტორია. მეორე მსოფლიო ომის დროს კენსინგტონ პალას გარდენსის ერთი ნაწილი ბრიტანეთის მთავრობამ გამოიყენა როგორც საიდუმლო დატითხვის ცენტრი, რომელიც ცნობილია როგორც ლონდონის გალია, სადაც მიხავდათ და იძიებდნენ რამდენიმე თხოვე გერმანელ ჯარისკაცს. ეს დეტალი მრავალი წლის განმავლობაში ომის შემდეგ საიდუმლოდ დარჩა. დღემდე კენსინგტონ პალას გარდენსი რჩება ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ და ყველაზე დაცულ ქუჩად მთელ ევროპაში. და ლაქშმი მიტალის სასახლე დასტურია იმისა, რომ ზოგჯერ ყველაზე ეფექტური უსაფრთხოება არ არის ის, რასაც შენს ეზოში აშენებ, არამედ ის უსაფრთხოება, რომელიც დიდი ხანია გარს აკრავს იმ ადგილს, სადაც ცხოვრება სირჩა. მესამე ნომერი სკოტსდეილის მოატის სასახლე, შეერთებული შტატები. როცა სიტყვა სასახლეს გაიგონებ, ალბათ პირველი რაც გაგახსენდება არის ცხოვრება. ევროპის შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები, რომლებიც გარშემორტყმულია თხრილით ან ღრმა არხით, წყლით სავსე, თავდამსხმელებისგან დასაცავად. მაგრამ რა სიტყვით თუ გეტყვი, რომ არიზონაში არის ერთი თანამედროვე სახლი, რომელიც თითქმის იგივე კონცეფციას იყენებს. ეს არის სკოტსდეილის თხრილიანი სასახლე. ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძო სახლია. ის მდებარეობს უდაბნოში, სკოტსდეილის არიზონას გარეუბანში. და ერთ დროს გაყიდვაზე იყო გამოტანილი დაახლოებით $15 მილიონ. პირველ შეხედვაზე ეს უბრალოდ დიდი მდიდრული მამული ჩანს. მაგრამ როდესაც მას ზემოდან ჰაერიდან შეხედავ, მაშინვე შეამჩნევ უჩვეულო დეტალს. მთელი სახლი გარშემორტყმულია 100 ფუტის სიგანის თხრილით, ანუ ფართო არხით, რომელიც წყლითაა სავსე. ეს უბრალოდ დეკორაცია არ არის, ეს არის მთელი ქონების პირველი თავდაცვა, დაცვა და უსაფრთხოება კიდევ უფრო გამკაცრებულია, რადგან მხოლოდ ერთი ხიდია, რომელიც შესასვლელად გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ მფლობელს აქვს კონტროლი ერთადერთ ლეგალურ წდომაზე სახლთან. მაგრამ თუნდაც ხიდზე გადახვიდე, დაბრკოლებები ამით არ მთავრდება. თხილის გვერდით დარგულია მჟავე ფორთოხლის ხეები. ისინი ნაყოფისთვის არ დაურგავთ, არამედ მათი გრძელი ეკლების გამო, რომლებიც თითქმის 4 დუიმამდე აღწევს. როდესაც მათი ტოტები ერთმანეთს ებმის, ისინი ქმნიან ბუნებრივ ბარიერს, რომელიც თითქმის მავთულ ხლარს გავს. თხრილისა და ეკლიანი ხეების შემდეგ მოდის ტექნოლოგია. ქონების სხვადასხვა ნაწილში დამონტაჟებულია 32 ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი უსაფრთხოების კამერა. სახლების განცხადების მიხედვით, კამერებს შეუძლიათ ამოიცნონ ადამიანი, ცხოველი თუ მანქანაა, რაც მოძრაობს გარშემო. ამის წყალობით უფრო სწრაფად შეიძლება განისაზღვროს, რომელი მოძრაობაა ნორმალური და რომელი შეიძლება იყოს საფრთხე. თავად სახლიც კი არ არის ჩვეულებრივი. მის მთავარ კარს აქვს 13 ურდული, ანუ 13 სხვადასხვა საკეტი, რაც დამატებით დაცვას უზრუნველყოფს იჯულებითი შეჭრის წინააღმდეგ. სახლში ასევე არის უსაფრთხო ოთახი, რომელიც დამალულია შიგნით. მისი კარი ძალიან მძიმეა, დაახლოებით 2000 ფუნტს იწონის. თითქმის ისეთივე მძიმეა, როგორც პატარა მანქანა. ის ისეა დაპროექტებული, რომ ძალიან რთული იყოს გარედან გახსნა საგანგებო სიტუაციის ან თავდასხმის სტელობის შემთხვევაში. გარდა მთავარი სახლისა, რომლის ფართობი თითქმის 15000 კვადრატული ფუტია, აქ არის სტუმრების სახლი, ცხენების თავლა და საკუთარი ჰელიპადი. პირველი შეხედვით ეს უბრალოდ კიდევ ერთი ძვირადღირებული სასახლეა არიზონაში. მაგრამ როცა შენიშნავ თხრილს, ეკლიან ხეებს, AI უსაფრთხოების სისტემას და თითოეული შესასვლელის მკაცრ დაცვას, ნათელია, რომ ამ სახლის მიზანი განსხვავებულია. ეს არ არის სახლი, რომელსაც უსაფრთხოება მხოლოდ აშენების შემდეგ დაუმატეს. ის თავიდანვე თანამედროვე ციხესიმაგრესავით იყო დაპროექტებული.
ამან გააერთიანა ძველი ციხესიმაგრეების თავდაცვა და ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ტექნოლოგია. ამიტომაც დღემდე ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ყველაზე მყარ კერძო საცხოვრებელ სახლად, რომელიც შეერთებულ შტატებში აშენდა. ნომერი 2. ოპიოპიდუმი, ჩეხეთი. რა მოხდება თუ ატომური ომი ან გლობალური პანდემია იქნება? სანამ ადამიანების უმეტესობა უსაფრთხო ადგილს ეძებს, ზოგიერთი ძალიან დიდარი ადამიანი საკუთარ გეგმას ამზადებს. ამას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითი ოპიოპიდუმია. უზარმაზარი მიწისქვეშა ციხესიმაგრე ჩეხეთში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლუქს კლასის ბუნკერად ითვლება. ეს არ აშენებულა როგორც სახლი. ცივი ომის დროს ყოფილი ჩეხოსლოვაკიის სამხედროებმა ეს საიდუმლო ბილტული საკომანდო ბუნკერად ააშენეს. მისი მიზანი იყო ფუნქციონირების გაგრძელება ბირთვული თავდასხმის ან სხვა მასშტაბური ომის შემთხვევაშიც კი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხედროებმა ის აღარ გამოიყენეს. შემდგომში ის კერძო კომპანიამ შეიძინა და დაიწყო მისი გადაკეთება ულტრათანამედროვე მიწისქვეშა რეზიდენციად ულტრამდიდარი კლიენტებისთვის. დღემდე მფლობელის ან მომავალი მაცხოვრებლების ვინაობა საჯაროდ ცნობილი არ არის. The Opidum უზარმაზარია. მისი ფართობი დაახლოებით 67,000 კვადრატული ფუტია. ეს თითქმის პატარა სავაჭრო ცენტრის ზომისაა, მაგრამ დამალულია ერთ გორაკის ქვეშ. მის შიგნით არის მთავარი საძინებელი აპარტამენტი, სტუმრების ოთახები, საცურაო აუზი, სპა, პირადი კინოთეატრი, ღვინის მარანი, სიგარების ლაუნჯი, ხელოვნების გალერეა, შოურუმი კლასიკური ავტომობილებისთვის და სრულად აღჭურვილი სამედიცინო კლინიკა. მაგრამ ალბათ მისი ყველაზე გამორჩეული ნაწილი მიწისქვეშა ბაღია. რადგან მას არ აქვს ბუნებრივი მზის სინათლე, ის იყენებს სპეციალურ განათების სისტემას, რომელიც ნელ-ნელა იწვის ფერსტილიდან საღამომდე, რათა დაასახოს მზის ნორმალური მოძრაობა. მისი მიზანია, რომ ბუნებრივად იგრძნონ თავი იმ ადამიანებმა, ვინც შეიძლება ძალიან დიდი ხნით დარჩეს ბუნკერში. The Opidum მხოლოდ ფუფუნებას არ სთავაზობს. ის ასევე დაპროექტებულია ისე, რომ ადამიანებმა შეძლონ გადარჩენა თუ კი ზედაპირზე ნორმალური ცხოვრება მთლიანად შეწყდება. მას აქვს საკუთარი წყლის ხარო, საკუთარი ენერგიის მომარაგება და დიდი საკვების მარაგი. ჰაერი გადის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ფილტრაციის სისტემებში, რომლებიც შექმნილია საშიში რადიოაქტიური ნაწილაკებისა და სხვა მომწამლელი ნივთიერებების გასაფილტრად. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მთელი ბუნკერი შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში იყოს სულად დახურული და არ იყოს დამოკიდებული გარე მომსახურებებს. თვითონ შესასვლელიც კი მკაცრად კონტროლდება. ბუნკერის ზუსტი მდებარეობა საჯაროდ არ არის ცნობილი. მისასვლელი გზა კერძოა და ინფორმაცია ძალიან მწირია. დეველოპერმა მხოლოდ უსაფრთხოების მახასიათებლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კომპანიის თქმით, მათ განზრახ არ გაასაჯაროვეს ყველა დეტალი, რათა ობიექტის უსაფრთხოება არ დამდგარიყო საფრთხის წინაშე. მოხსენებების მიხედვით, მისი საწყისი ფასი დაახლოებით $60 მილიონ შეადგენს. თუმცა ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს. დამოკიდებულია იმ დამატებით აღჭურვილობაზე, რომელსაც მომავალი მფლობელი დაამატებს. ევროპასა და შეერთებულ შტატებში ასევე არსებობს სხვა ფუფუნების ბანკერები, რომლებიც მილიარდერებისთვისაა შექმნილი. მაგრამ The Opidum ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე კომპლექსური პროექტია ამ ტიპში. ეს უბრალოდ სახლის ქვეშ მოწყობილი პანიკის ოთახი არ არის. ეს არ ჩვეულებრივი სარდაფია რკინის კარით. ეს არის ყოფილი სამხედრო ბუნკერი, რომელიც გადაიქცა სრულფასოვან ლუქს საცხოვრებლად. სადაც ცხოვრებლებს შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ გარეთ გასვლის გარეშე. მოკლედ ვთქვათ, The Opidum შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელოს, თუნდაც ზედაპირზე სამყარო მთლიანად შეიცვალოს. ნომერი 1. Istana Nurul Imani, ბრუნეი. როგორია ცხოვრება სახლში, რომელიც უფრო დიდია ვიდრე მსოფლიოს რამდენიმე ცნობილი სასახლე ერთად აღებული? ბრუნეიში არის სასახლე, რომელსაც გინესის მსოფლიო რეკორდები. მსოფლიოში ყველაზე დიდ საცხოვრებელ სასახლედ აღიარებს. ეს არის Istana Nurul Imani, რაც ნიშნავს რწმენის სინათლის სასახლეს. ეს არის სულთან ჰასან ალ-ბოლკიას ოფიციალური რეზიდენცია და ასევე მთავრობის ოფიციალური ოფისი, ქვეყნის მრავალი მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. ეს უბრალოდ დიდი სახლი არ არის. ეს არის უზარმაზარი კომპლექსი, რომლის ფართობი დაახლოებით 200,000 კვადრატული მეტრია, ანუ 2 მილიონ კვადრატულ ფუტზე მეტი. მისი ზომის გამო ის უფრო დიდია ვიდრე ბაკინგემის სასახლე, ვერსალის სასახლე და ვატიკანის სასახლეც კი თუ შევადარებთ მათი საცხოვრებელი ტერიტორიების საერთო ფართობს. როცა შიგნით შეხვალ, თავი პატარა ქალაქში გეგონებ. მას აქვს 1788 ოთახი. 247 აბაზანა, 84 კიბე, 18 ლიფტი და 5 საცურაო აუზი.
მას ასევე აქვს ბანკეტის დარბაზი, რომელიც ერთდროულად დაახლოებით 5000 სტუმარს იტევს. მიუხედავად ამისა, სასახლის შიგნით არსებული მეჩეთი 1500 ადამიანს იტევს ლოცვისთვის. მაგრამ ამით არ მთავრდება ყველა ეს კეთილმოწყობა. არის კონდიციონერი. არსებობს სტაბილური ადგილი, სულთანის დაახლოებით 200 პოლოს ცხენისთვის, ასევე არის უზარმაზარი ავტოფარეხი, რომელიც გამოიყენება მისი ავტომობილების კოლექციის ნაწივისთვის. წლების განმავლობაში სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით მისი კოლექცია ერთდროს 7000-ზე მეტ ავტომობილს აღწევდა. ეს იყო მიზეზი, რომ მისი კოლექცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კერძო ავტომობილების კოლექციად მიიჩნეოდა. სასახლის მშენებლობა დაიწყო 1991 წელს და დასრულდა 1994 წელს ბრუნეის სრული დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად. მისი დიზაინერი იყო ცნობილი ფილიპინელი არქიტექტორი, ეროვნული არტისტი ლიანდრო ვე ლოქსინი. მან გააერთიანა ტრადიციული მალაიური არქიტექტურა, ისლამური თაღები და დიდი ოქროს გუმბათები, რათა შეექმნა სასახლე, რომელიც შორიდანვე ადვილად ცნობადია. როდესაც მზის სხივები ეცემა მის ოქროს გუმბათებს, შენობის სიდიადე და მდიდრულობა კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება. მაგრამ რატომ შეძლო ბრუნეიმ ასეთი დიდი სასახლის აშენება? ამას ქვეყნის ბუნებრივი რესურსები მნიშვნელოვნად განაპირობებს. ბრუნეი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელია. ბევრი ათწლეულის განმავლობაში ეს იყო ქვეყნის შემოსავლის მთავარი წყარო. ამის გამო სულთანი ასევე გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მმართველი. სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით მისი პირადი ქონება დაახლოებით 20-დან 30 მილიარდ დოლარამდე შეფასებული. ანგარიშების მიხედვით ისტალა ნურულ იმანის აშენების ღირებულებამ დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა უმეტესობისთვის ძალიან დიდია, სულთნის საერთო ქონებასთან შედარებით ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. ამიტომ მისთვის მსოფლიოს ყველაზე დიდი საცხოვრებელი სასახლის აშენება შეუძლებელი არ იყო. ასევე გასაკვირი არ არის, რომ სასახლის გარშემო უსაფრთხოება ძალიან კაცრია. მას იცავს ბრუნეის სამეფო შეიარაღებული ძალები და სულთნის პირადი დაცვა. სასახლის გარშემო მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი, მათ შორის მდინარეც, რომელიც ქვედა ნაწილში მიედინება. ასევე მკაცრად კონტროლდება ჰაერის სივრცე ამ ადგილის ზემოთ. ამიტომ არც ერთი კომერციული რეისი არ გადის პირდაპირ სასახლის თავზე. ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გაფრენაც არ არის ნებადართული მის გარშემო. საინტერესოა, რომ ესეთი მკაცრი უსაფრთხოების მიუხედავად ბრუნეიში არსებობს ტრადიცია, რომელსაც დიდი ხანია მისდევენ. რამადანის დასრულების შემდეგ სულთანის 3 დღის განმავლობაში ხსნის ისტანა ნურულ იმანს საზოგადოებისთვის, ღონისძიებაზე, რომელსაც ღია კარის დღე ეწოდება. ათასობით მოკალაკე და სტუმარი საათობით რიგში დგება, რათა სასახლეში შესვლა შეძლოს. სულთანი პირადად ართმევს ხელს თითოეულ მამაკაცს, რომელიც რიგის თავში მიდის. ქალებს კი რაჯა ისტერი, ანუ დედოფალი იღებს. ბავშვებს საჩუქრებსა და ფულად ჯიუდოებსაც აძლევენ ამ ტრადიციის პარკლებში. 3 დღის განმავლობაში სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული კერძო რეზიდენციაცია დროებით ხდება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი შენობა ბრუნეიში. ჩვეულებრივი მოქალაქეები შედიან დარბაზებში, რომლებიც ჩვეულებრივ მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებისთვის და მთავრობის ოფიციალური პირებისთვის გამოიყენება. ისინი აგემოვნებენ სასახლის სამზარეულოს მიერ მომზადებულ კერძებს და პირადად ხედავენ შენობის შიგნით, რომელიც წლის დარჩენილ 362 დღეს საზოგადოებისთვის დახურულია. პრესასწაულის შემდეგ კარები კვლავ იკეტება და სასახლე თავის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მაგრამ მიზეზი თუ რატომ არის ნურულ იმანის სასახლე ამ სიის სათავეში, არ არის მხოლოდ მისი ზომა, არც მხოლოდ ოთახების რაოდენობა, ან მისი უზარმაზარი ღირებულება. ნამდვილი მიზეზი ის ადამიანია, რომელიც აქ ცხოვრობს. ბრუნეის სულთანი მხოლოდ სასახლის მაცხოვრებელი არ არის. ის ასევე ქვეყნის აბსოლუტური მონარქია, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და აქვს პირდაპირი კონტროლი მთავრობის მრავალ ძირითად ინსტიტუციაზე. მოკლედ რო ვთქვათ, ნურულ იმანის სასახლის უსაფრთხოება მხოლოდ მაღალ კედლებსა და მცველებზე არ არის დამოკიდებული. ის დამოკიდებულია სახელმწიფოს სრულ ძალაუფლებაზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ნურულ იმანის სასახლე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ძვირადღირებულ და ყველაზე მკაცრად დაცულ კერძო რეზიდენციად, რომელიც ისტორიაში აშენებულა. Survival Condo პროექტი, შეერთებული შტატები. თუ ჩეხეთში მდებარე ოპიდუმი ყოფილი სამხედრო ბუნკერია, რომელიც ფუფუნების რეზიდენციად გადააკეთეს, მსგავსი რამ არსებობს შეერთებულ შტატებშიც. მაგრამ ბრძანების ბუნკერის ნაცვლად გამოყენებულია ყოფილი ატლასის რაკეტის სილო, ცივი ომის დროიდან. ეს არის Survival Condo პროექტი კანზასში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუქს კლასის გადარჩენის ბუნკერი მთელ მსოფლიოში. ცივი ომის დროს ეს რაკეტის სილო ააშენა შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა, როგორც ბირთვული თავდასხმის შესაძლო საფრთხის წინააღმდეგ დაცვის ნაწილი.
იმის გამო, რომ მას უნდა გაეძლო ძლიერ აფეთქებას, იგი აშენდა მიწის ქვეშ, სქელი გამაგრებული ბეტონის კედლებით და ძალიან გამძლე ფოლადის აფეთქება გამძლე კარებით. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ სამხედროებმა ის აღარ გამოიყენეს. იგი შეიძინა დეველოპერმა ლარი ჰალმა, რომელმაც უნიკალური შესაძლებლობა დაინახა. იმის ნაცვლად, რომ დაეტოვებინა და განადგურებულიყო, მან ეს გადააქცია მდიდრულ მიწისქვეშა კონდომინიუმად იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს უსაფრთხო საცხოვრებელი, ბირთვული ომის, მასშტაბური კატასტროფის ან სხვა გლობალური კრიზისის შემთხვევაში. ბუნკერის შიგნით ვერ იგრძნობ, რომ მიწისქვეშ იმყოფებით. აქ არის მდიდრული აპარტამენტები, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, სასულსათო მაღაზია, სამედიცინო კლინიკა, ბიბლიოთეკა. სასწავლო ოთახი ბავშვებისთვის, შინაური ცხოველების პარკი, სასროლეთი და ასევე ჰიდროპონიკური ფერმა, სადაც შესაძლებელია ახალი ბოსტნეულის მოყვანა მზის გარეშე. ის არც გარე სერვისებზეა დამოკიდებული. მას აქვს საკუთარი ენერგიის წყარო, წყლის ფილტრაციის სისტემა და დიდი საკვების მარაგი. ამიტომ ცხოვრებლებს შეუძლიათ ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელონ. თუნდაც ზედაპირზე ელექტროენერგია, წყალი ან სხვა მნიშვნელოვანი სერვისები აღარ იყოს. მის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მახასიათებელს წარმოადგენს ციფრული ფანჯრები. ნამდვილი ფანჯრების ნაცვლად თითოეული ბინა იყენებს დიდ მაღალი გარჩევადობის ეკრანებს, რომლებიც აჩვენებენ ხელოვნურ ხედებს, როგორიცაა თხე, ზღვა, მთა ან მზის ამოსვლა. მისი მიზანია შეამციროს სტრესი და ჩაკეტილობის შეგრძნება იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც შეიძლება ძალიან დიდი ხნით დარჩნენ ბუნკერში. დეველოპერის თქმით, მთელი ობიექტი დაპროექტებულია ისე, რომ მაცხოვრებლებს დიდი ხნის განმავლობაში შეეძლოთ ცხოვრება. თუ ზედაპირზე სიცოცხლე აღარ იარსებებს. მოკლედ რო ვთქვათ, Survival Condo Project მხოლოდ ბუნკერი არ არის, ეს არის სრულად აღჭურვილი